ეკლესია არის დაუსაბამო, დაუსრულებელი და საუკუნო. ვითარცა მისი დამაარსებელი, სამება ღმერთი არის დაუსაბამო, დაუსრულებელი და საუკუნო. ეკლესია უქმნელია, ვითარცა ღმერთი არის უქმნელი. იგი არსებობდა უწინარეს საუკუნეთა, უწინარეს ანგელოზთა და უწინარეს სოფლის დაბადებისა, ამბობს პავლე მოციქული. ეკლესია ღვთივდაწესებულია და მას შინა დამკვიდრებულარს ყოველივე სავსებაი ღმრთეებისა იხორციელად. ეს არის ღვთის მრავალმხრივი სიბრძნის გამოვლენა. ეს საიდუმლოთა საიდუმლოა. ეკლესია უხილავი იყო, ხოლო გამოჩინებული უკანასკნელთა ამათ ჟამთა თქვენთვის. ეკლესია ღია შეურყეველად, რადგან სიყვარულზე და ღვთის ყოვლად ბრძნულ განგებაზეა დამყარებული. საუკუნო ეკლესიას შეადგენს ყოვლადწმინდა სამების სამი პირი. სამპიროვანი ღმერთის აზრსა და სიყვარულში დასაბამიდან იყო ანგელოზებიც და ადამიანებიც. ღმერთის სიყვარულმა თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა ჩვენ და ეკლესიას შეგვაერთა. თუმცა უწყოდა ჩვენი განდგომილება. უფალმა ყოველივე მოგვანიჭარათა ჩვენც განგვაღმრთოს მადლითა და ნიჭით და მიუხედავად ამისა თავისუფლება ბოროტებისათვის გამოვიყენეთ და დავკარგეთ თავდაპირველი სილამაზე, თავდაპირველი სიმართლე და საკუთარი თავი ეკლესიას განვაყენეთ. ეკლესიის გარეთ ყოვლადწმინდა სამებას განშორებულებმა დავკარგეთ სამოთხე და ყოველივე. ხოლო ეკლესიის გარეშე არც ხსნა არ არის და არც ცხოვრება. ამისთვის მამა ღმერთის მოწყალე გულმა თავისი სიყვარულის გარეშე არ დაგვტოვა. ღმერთმა კვლავ განგვიღო სამოთხის კარი და უკანასკნელ ჟამს ხორციელად მოგვევლინა. ხოლო ჩობილი ძე ღმერთის საღმრთო განხორციელების წყალობით ადამიანებს კვლავ განეცხადა კაცთა ხსნის, ღვთის უწინარესი განგებულება. პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს და აღსარებულად დიდარს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოი. ღმერთი გამოჩნდა ხორცითა, განმართლდა სულითა, ეჩვენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, რწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა. პავლე მოციქულის სიტყვები აზრით არის დატვირთული. ეს არის საღმრთო, ზეციური სიტყვები. ღმერთმა თავის უზომო სიყვარულით ქრისტეს სახით კვლავ შეგვაერთა თავის ეკლესიას. უქმნელ ეკლესიაში შესვლით ჩვენ ქრისტესთან მივდივართ. ესე იგი ჩვენ მორწმუნეები მადლით ვართ მოწოდებულნი საღმრთო ქმედებათა მონაწილენი რომ გავხდეთ. საღმრთო საიდუმლოში რომ შევიდეთ და ჩვენი ამქვეყნიური ბნებანი რომ დავძლიოთ. ძველი იგი კაცი ჩვენი ჯვარს ვაცვათ და განვიღმრთოთ, რათა მოვკვდეთ ძველი კაცისთვის და ღვთივსათნონი ვიქმნათ. ეკლესიაში ცხოვრებით ჩვენ ქრისტეში ვცხოვრობთ. ეს ძალიან ფაქიზი თემაა, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია. ჩვენთვის ამის სწავლება მხოლოდ სული წმინდას ხელეწიფება. სულთმოფენობას არა მარტო მოციქულებზე გარდამოვიდა ღვთის მადლი, არამედ მათ ირგვლივ მყოფებზეც, რამაც გავლენა იქონია მორწმუნეებზეც და ურწმუნოებზეც. აი რას ამბობს ამის შესახებ საქმე მოციქულთა. და აღსრულებასა მას დღისა მერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთარს და იყო მეხსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა იგი იყვნეს მსხდომარე და ეჩვენეს მათ განყოფანი იგი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყვად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყვად.
როდესაც პეტრე მოციქული თავის ენაზე საუბრობდა, იმავდროულად მისი ენა მსმენელებს მშობლიურ ენად ესმოდათ. სულიწმიდამ უხილავად, საიდუმლო სახით ყველას მათ ენაზე გააგებინა მოციქულის სიტყვები. ასეთი სასწაულები სულიწმინდის მოქმედებით ხდება. მაგალითად, სიტყვა სახლი მათთვის, ვისაც ფრანგული ენა ესმოდა, გაჟღერდებოდა როგორც აამაისონ. ეს ჭვრეტის სახე იყო, ყველას თავისი მშობლიური ენა ესმოდა. ხმა შინაგან სმენას წოდებოდა, ხოლო შინაგანად საღმრთო ნათლის წყალობით სიტყვები მათსავე ენაზე ისმინებოდა. ეკლესიის მამები სულთმოფენობას თითქოს და მცირედ სწევენ საბურველს, კრეცაბმელს, ეკრძალვიან აზრის გადასხვაფერებას, გაბუნდოვანებას. იგივე ხდება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშიც. ვინც ღვთივგაბრძნობილი არ არის, ღვთის საიდუმლოს ვერ მისწვდება. ქვემოთ ნათქვამია და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში და მრავალი ნიშნები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა. ესე იგი შიშმა ყოველი სული მოიცვა, მაგრამ ეს შიში სულაც არ იყო შიში ჩვეულებრივი გაგებით. არამედ ეს იყო უცხო, მიუწდომელი, ჩვენთვის გამოუთქმელი რამ. ეს იყო კეთილკრძალულების ძრწოლა, სისავსე, მადლი, ეს იყო საღმრთო მადლით აღსება. სულთმოფენობისას ადამიანები უეცრად აღმოჩნდნენ განღმრთობის ისეთ მდგომარეობაში, რომ დაიბნენ. ამდენად მადლმა მოიცვა, ისინი დააღმრთოვანდნენ. ამ სიტყვის კარგი გაგებით. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომელსაც ზოგჯერ მდგომარეობას ვუწოდებ. ეს იყო შთაგონება, სულიერი სიშმაგის მდგომარეობა. აკურთხევდეს სახლმდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა, აქებდეს ღმერთსა და აქ უნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა. ხოლო უფალი შეძინებდა ცხოვნებულთა დღითი დღედ ეკლესიასა. პურის განტეხვა საღმრთო ზიარება იყო და ცხოვნებულნი დღითი დღე მრავლდებოდნენ, რადგან ხედავდნენ, რომ ყველა ქრისტიანი სიხარულითა და განმარტებულითა გულითა ადიდებდა ღმერთს. ესეც იგივეა, რაც ყოველ სულზე დაცემული შიში. იგი აღბრთოვანებაა და იმავდროს გარდარევა. და მე ამით ვცხოვრობ, განვიცდი და ვტირი. ეს ღვთაებრივი მადლია, ეს ქრისტეს სიყვარულია. ეს არის ის, რითაც მოციქულები ცხოვრობდნენ, როდესაც მთელ ამ სიხარულს განიცდიდნენ. ხოლო შემდეგ ყველას გადაეცა ეს განცდა, ვინც მთაზე იმყოფებოდა. ანუ მათ შეიყვარეს ერთმანეთი, უხაროდათ ერთმანეთი, ერთობაში იმყოფებოდნენ. ეს სულიერი შინაგანი გამოცდილება ბრწყინვალე ნათელს გამოსცემს და ამით სხვებიც ცხონდებიან. ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთასა იყო გული და გონება ერთ და არცა ერთმან ვინ თქვის მონაგები მისი თვისად, რამეთო იყო ყოველივე მათ და ზოგად. საქმენი საუბრობენ ზოგად ცხოვრებულთა ცხოვრებაზე. აქ ქრისტეს საიდუმლოა, ეს არის ეკლესია. პირველი ეკლესიის შესახებ უკეთესი სიტყვები არ არსებობს. ეკლესია ქრისტეში ახალი ცხოვრებაა. ეკლესიაში სიკვდილი არ არის და არც ჯოჯოხეთია. უფალი ბრძანებს, უკე თუ ვინმე სიტყვა ჩემი დაიმარხოს, სიკვდილი არა იხილოს უკუნისამდე. ქრისტეს სიკვდილს განაქარვებს. ვინც ეკლესიაში დაემკვიდრება, ის ცხონდება, მარადიული შეიქმნება. სიცოცხლე ერთია, იგი უსაზრულოდ ხანგრძლივია და სიკვდილი არ გააჩნია. ქრისტეს მცნებათა მიმდევარი არასდროს არ კვდება. იგი ხორციელად კვდება, ვნებებისათვის კვდება და ამ ცხოვრებაშივე სამოთხეში ყოფნის ღირსი ხდება. ქრისტეს წყალობით სიკვდილი ხიდი ხდება, რომელსაც ჩვენ
ერთხელ გავივლით, რათა დაუღამებელ ნათელში განვაგრძოთ ცხოვრება. მას მერე რაც მონაზონი გავხდი, დავრწმუნდი რომ სიკვდილი არ არსებობს. მუდამ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ რომ მარადიული ვარ, უკვდავი ვარ, ეს დიდებული რამ არის. მაცხოვნებელი საიდუმლოებების მფლობელ ეკლესიაში სასოწარკვეთის ადგილი არ არის. შეიძლება დიდად ცოდვილებიც ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ახსარებას ვამბობთ და მღვდელი ჩვენთვის ლოცულობს. შენდობას ვიღებთ და უკვდავებას ვუახლოვდებით ყოველგვარი სტრესის და შიშის გარეშე. ვინც ჭეშმარიტად შეიყვარა ქრისტე, ქრისტეს ცხოვრებით ცხოვრობს. უკეთო ღვთის მადლით ამას მივაღწევთ, მაშინ სხვა საშურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ჩვენთვის არავითარი შიში არ არსებობს, არც სიკვდილის, არც ეშმაკის, არც ჯოჯოხეთის. ეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის არსებობს, რომლებიც ქრისტესაგან შორს არიან, არა ქრისტიანებისათვის. ხოლო ჩვენთვის ქრისტიანებისათვის, მისი ნების აღმსრულებლებისათვის ასეთი რამ არ არსებობს. ანუ ისინი რა თქმა უნდა არიან, მაგრამ მხოლოდ მაშინ და მათთვის, როცა ადამიანი ძველ კაცს იღებს, ვნებებითურთ და გულის თქმით. ქრისტიანი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც ეშმაკს და არც ბოროტებას. ეს მას არ აღელვებს. ერთადერთი, რაც მას აღელვებს, ეს არის სიყვარული, ქრისტეს და მოყვასისადმი მსახურება. უკეთო ჩვენ იმ საზომს მივაღწევთ, რომ სიყვარული, სიხარული და ქრისტეს მსახურება ყოველგვარი შიშის გარეშე განვიცადოთ, მაშინ ჩვენ იმ მდგომარეობაში ვიქნებით, როცა შეგვიძლია თქმა, ხოლო ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე. ამ საიდუმლოში შესასვლელად ჩვენი დაბრკოლება არავის ხელეწიფება. ღმერთის მსახურებით ადამიანი სამოთხეში ცხოვრობს. ქრისტეს თუ შეიცნობ და შეიყვარებ, სამოთხეში იცხოვრებ. ქრისტე სამოთხეა, სამოთხე კი აქვე იწყება. ეკლესია ამ ქვეყნიური სამოთხეა, რომელიც ზეციურის მსგავსია. იქ ზეციურ სამოთხეში ყველა სული ერთია, როგორც ყოლა წმინდა სამება სამპიროვანია, მაგრამ ერთარსია და ერთს შეადგენენ. ჩვენი მთავარი საზრუნავი ქრისტესთვის თავის შეწირვა, ეკლესიასთან შეერთებაა. უკეთო ღვთის სიყვარულს შევუერთდებით, ეკლესიას შევუერთდებით, ხოლო თუ ეკლესიაში არ დაუმკვიდრდებით, ამ ქვეყნიურ ეკლესიასთან ერთობაში თუ არ ვიქნებით, მაშინ საშიშროება გვემუქრება, რომ ზეციურსაც დავკარგავთ. როცა ზეციურს ვამბობთ, არ გეგონოს, რომ იქ სხვა ცხოვრებას ვპოვებთ, ყვავილებით და ბაღებით, მთებით, წყლებით და ჩიტებით. იქ მიწიერი სილამაზე არ არის. იქ სულ სხვა, გაცილებით უფრო ამაღლებულია. ვინც ქრისტეში ცხოვრობს, ის ქრისტესთან და მის ეკლესიასთან ერთი ხდება. მას უცხო განცდა ეუფლება. ეს სრულიად სხვა, დანარჩენ ადამიანთაგან განსხვავებული ცხოვრებაა. ეს არის სიხარული, ეს ნათელია, მხიარულება და აღმაფრენაა. აი რაში მდგომარეობს ეკლესიური ცხოვრება, სახარებისეული ცხოვრება, ღვთის სასუფეველი. სასუფეველი ღვთისა შორის თქვენსა არს. ქრისტე შემოდის ჩვენში და ჩვენ ქრისტეში. ეს რკინის ნატეხივითაა, რომელსაც ცეცხლში აწრთობენ. ცეცხლში რკინაც ცეცხლად იქცევა და ნათლად, ხოლო უცეცხლოდ კვლავ ტლანქი რკინაა. ეკლესიაში ღვთაებრივი გარდამოსვლა აღესრულება და ჩვენ განვიღმრთობით. როდესაც ქრისტესთან ვართ, ჩვენ ნათელში ვართ და როცა ნათელში ვცხოვრობთ, მაშინ იქ ბნელი არ არის. მაგრამ ნათელი მუდამ არ ნათობს. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. რკინაც ასეა, რომელიც ცეცხლის გარეშე მუქდება, ნათელი და ბნელი შეუთავსებელია. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ნათელიც და ბნელიც ერთდროულად გვქონდეს. ან ნათელია,
ან ბნელი. როდესაც სინათლეს ანთებ, მაშინ ბნელი ქრება. ერთობის დასაცავად ეკლესიას მის ეპისკოპოსებს უნდა ვემორჩილებოდეთ. ეკლესიის მორჩილებით თვით უფალ იესო ქრისტეს ვემორჩილებით. ქრისტეს სურს, რომ ჩვენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს ვიყოთ. ეკლესიისათვის უნდა განვიცდიდეთ, ძლიერ უნდა გვიყვარდეს იგი. ეკლესიის იერარქიის განკითხვას არ უნდა ვითმენდეთ. მთაწმინდაზე მართლმადიდებლური სულისკვეთება ვისწავლე, ღრმა, წმინდა, მდუმარე, უთანხმოებას და განკითხვას განშორებული. კლირიკოსების გამკითხველს არ უნდა დავუჯეროთ. საკუთარი თვალითაც რომ ვნახოთ, ვინმე კლირიკოსთაგანი რაიმე საძრახის ჩადიოდეს, მაინც არ უნდა დავიჯეროთ. ამაზე არც უნდა ვიფიქროთ, ყოველგან და ყველგან არ უნდა გავიტანოთ. ასეთივე დამოკიდებულება გვმართებს ეკლესიის საერო წევრებისა და ყოველი ადამიანის მიმართაც. როდესაც ეკლესიას მისი წარმომადგენლების შეცდომების გამო განიკითხავენ, ვითომ და მისი გამოსწორების მიზნით, ამით უდიდეს შეცდომას ჩადიან. ასეთ ადამიანებს ეკლესია არ უყვართ და რა თქმა უნდა, არც ქრისტე არ უყვართ. ჩვენ მაშინ გვიყვარს ეკლესია, როდესაც ჩვენი ლოცვით ყოველ მის წევრს მოვიცავთ და იმას მოვიმოქმედებთ, რასაც ქრისტე აღასრულებს, თავგანწირვას, მხნეობას და ყოველივეს მსგავსად მაცხოვრისა, რომელი იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა. ყურადღება უნდა მივაქციოთ აგრეთვე ტიპიკონის საიდუმლოებებით ცხოვრებას, განსაკუთრებით საღვთო ზიარების საიდუმლოს. ამაშია მართლმადიდებლობა. ქრისტე ეკლესიას საიდუმლოებებში სწირავს თავს, განსაკუთრებით კი საღმრთო ზიარებაში. მინდა გიამბოთ, როგორ მომიხილა ერთხელ ღმერთმა მემ დაბალი, საიდუმლოს მადლი რომ იხილოთ. დიდი ხნის წინ წყლული მოვიწიწკნე ზურგზე, რომელიც ძალიან მტკიოდა. იგი პატარა ლურსმნის თავის ოდენა იყო. ტკივილმა ზურგის მარცხენა მხარის დიდი ნაწილი მოიცვა და აუტანელი გახდა. მილესაში, ჩემს სენაკში, ზეთის კურთხევა აღვასრულეთ. ზურგზე მტკივან ადგილზე ჯვრის სახით ნაკურთხი ზეთი მცხეს, ტკივილი მაშინვე დამიცხრა. ღვთის ამ მოხილვამ იმდენად გამახარა, რომ ყველა ჩემთან მოსულს ამ ზეთის ცხებას ვურჩევდი. წაიღეთ და იცხეთ ეს ზეთი, ტკივილს დაგიცხრობთ, ვეუბნებოდი მათ. შენდობას გთხოვთ ეს რომ გიამბეთ, მაგრამ ღვთის სადიდებლად ვაკეთებ ამას. ჩვენი სარწმუნოება სარწმუნოებათა სარწმუნოებაა. იგი გამოცხადების სარწმუნოებაა, ჭეშმარიტი, ნამდვილი სარწმუნოებაა. სხვა აღმსარებლობები კაცობრივია, ფუჭია. მათ არიციან სამპიროვანი ღმერთის დიდებულება. მათ არიციან, რომ ჩვენი მიზანი და დანიშნულება მადლის მიერი განღმრთობაა, სამპიროვან ღმერთს მიმსგავსებაა და ურთიერთობაა. სხვა რელიგიებმა ეს არიციან. ჩვენი რელიგიის საბოლოო მიზანია, რათა ერთ იყვნენ. ამაში მდგომარეობს ქრისტეს საქმეთა აღსრულება. ჩვენი სარწმუნოება არის სიყვარული. ეს საღმრთო მოშურნეობაა, შთაგონებაა, ღვთაებრივის წყურვილია. ეს ყოველივე ჩვენშია ჩადებული და მისი მიღწევა ჩვენი სულის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. მაგრამ ბევრისთვის სარწმუნოება არის ბრძოლა, წუხილი და სტრესი. ამიტომ მრავალ რელიგიურ ადამიანს უბედურად თვლიან, რადგან ხედავენ თუ რა სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. და მართლაც ასეა. თუ კი სარწმუნოების სიღრმეს ვერ გავიგებთ, თუ კი მისით არ ვიცხოვრებთ, მაშინ სარწმუნოება სნეულებად გადაგვექცევა და თანაც საშინელ სნეულებად. იმდენად, რომ ადამიანი თავის საქციელზე კონტროლს კარგავს. იგი უნებისყოფო და უძლური ხდება. წუხილსა და სტრესს განიცდის. იგი ბოროტის სულით იმართება.
ასეთი ადამიანი მუხთა დრეკას აღასრულებს, გოდებს, ევედრება, თითქოს მორჩილი ხდება, მაგრამ ყველა ეს მორჩილება სხვა არაფერია, თუ არა სატანური ენერგიის წარმოქმნა. ეკლესიაში ისინი მეტანიებს აღასრულებენ, პირჯვარს იწერენ, ამბობენ ჩვენ ცოდვილნი უღირსნი ვართო, მაგრამ გამოვლენ თუ არა ტაძრიდან, მცირედაც რომ ვინმე მაწყენინოს, გმობას იწყებენ და ცხადი ხდება, რომ მათში დემონია. სინამდვილეში ქრისტიანული სარწმუნოება ფერს უცვლის და კურნავს ადამიანს. ხოლო იმის მთავარი პირობა, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას მიიღებს და დაინახავს, არის მორჩილება. ეგოიზმი ადამიანის გონებას აბნელებს და ამღვრევს მას. იგი ხიბლამდე და მწვალებლობამდე მიჰყავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ჭეშმარიტებას მიაღწიოს. უძველეს დროში ადამიანები პირველყოფილ მდგომარეობაში იყვნენ. არც სახლი ჰქონდათ და არც არაფერი. ისინი შედიოდნენ გამოქვაბულებში, რომელსაც ფანჯრებიც არ ჰქონდა. კარს ქვებითა და ტოტებით ანაცვლებდნენ, ქარს რომ არ დაებერა მათთვის. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ გარეთ სიცოცხლე და ჟანგბადი იყო. გამოქვაბულში კი ადამიანი სნეულდება და იშლება. თუ შეგიძლია, რომ ჭეშმარიტებას ჩაწვდე, მაშინ მზეზე, ნათელში იმყოფები და ყოველგვარ დიდებას ხედავ. სხვაგვარად კი ბნელ გამოქვაბულში ხარ. ნათელი და ბნელი, მხოლოდ ეს არის, მესამე არ არსებობს. რა უმჯობესია, იყო მშვიდი, მორჩილი, წყნარი და სიყვარული იყოს შენში, თუ იყო ნერვიული, დარდიანი და ყველასთან მოჩხუბარი. რა თქმა უნდა, სიყვარული აღმატებულია. ჩვენ სარწმუნოებას ყოველი ეს სიკეთე გააჩნია და ჭეშმარიტებას წარმოადგენს, მაგრამ ბევრი სხვა რამეს ესწრაფის. ვინც ამ ჭეშმარიტებას უარყოფს, სულით სნეული ადამიანია და იმ სნეულ ბავშვს ემსგავსება, რომელსაც მშობლები არ ჰყავს, ან ვისი მშობლებიც დაშორდნენ, ან ვისაც მშობლები კიცხავენ. ასეთი ბავშვები შეუგუებლები ხდებიან, ცხოვრებაში არაადაპტირებულნი არიან და მწვალებლობაშიც ყველა დაბნეული ადამიანი ხდება, არეული მშობლების არეული შვილები. მაგრამ ყველა ამ არეულ და შეუგუებელ ადამიანს გააჩნია ძალა და ბევრს აღწევენ. ისინი ნორმალურ და მშვიდ ადამიანებს იმორჩილებენ, რადგან მათივე მსგავს ადამიანებზე გავლენა აქვთ და მთელ ქვეყანას ერევიან, რამე თუ ისინი მიმდევრებს პოულობენ და მეტნი არიან. და სხვანიც არიან, რომლებიც ჭეშმარიტებას თუმც არ უარყოფენ, მაგრამ სულით ავადმყოფები და გზადაბნეულები არიან. ცოდვა ადამიანს სულს ურევს და ამ არეულობას ვერაფრით ვერ მოიშორებ. მხოლოდ ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველს. ჩვენს პირველ ნაბიჯსაც ქრისტე დგამს. მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი. შემდეგ ჩვენ ადამიანები ჩვენი კეთილი ნებით ვიღებთ ამ ნათელს. ჩვენი კეთილი ნება მისადმი ჩვენს სიყვარულში გამოიხატება, ლოცვით, საეკლესიო ცხოვრებით და საიდუმლოებებში მონაწილეობით. ხშირად არც შრომა, არც მუხტდრეკა, არც პირჯვრის წერა არ მოიზიდავს მადლს. ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ფორმალურად კი არ უნდა მოღვაწეობდეთ, არამედ არსთან მისვლა უნდა ვისწავლოთ. ამის გზა კი ასეთია, ყველაფერი რაც კეთდება, სიყვარულით უნდა აღესრულებოდეს. და კიდევ მთავარია, რომ სიყვარული ყველაფერს მსხვერპლშეწირვით აცოცხლებს, ყველაფერს ღვთის შესაწირად აქცევს. იმას, რასაც ძალდატანებით აკეთებ, სული ეწინააღმდეგება. სიყვარული ღვთის მადლს მოიზიდავს და როდესაც მადლი მოვა, სული წმინდის ნიჭები მოვლენ. ხოლო ნაყოფი სულისა არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება,
სახიერება, სარწმუნოება. ეს არის ის, რაც ქრისტიანის ჯანსაღ სულს უნდა გააჩნდეს.